ძროხანებაზე უნდა გავაგრძელოთ სტუდიაში საუბარი ამჯერად კომერციული და საოფისე მიმართულებით, რაშიც დახმარება საკურა პროფერტის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა გამიწევს, რომელიც ჩვენი შემდეგი სტუმარია. დილომშვიდობისა ვიქტორია, მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საცხოვრებელ უძრავ ქონებას და პრინციპში კვლევების ნაწილშიც უფრო ხშირად აქცენტი არის ხოლმე ბინებზე. ძალიან დიდი ხანია არ მოგვისმენია, მათ შორის კომპეტენტური ორგანიზაციების მხრიდან საოფისე ფართების და კომერციული ბაზრის მიმოხილვა, ამიტომ საინტერესოა რეალურ ცხოვრებაში რა ხდება, მოკლედ და როგორ უყურებთ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. მოდი დავიწყოთ კომერციული ნაწილით, როგორია დღესდღეობით მიწოდება, მოთხოვნა და შემდგომ უკვე გადავიდეთ ფასებზეც და გამოწვევებზეც. თათია უკვე მესამე წელია მოვიდიო რამ გადაცემაში და ვამბობ ერთსა და იმავეს. რომ არის დეფიციტი. რომ არის დეფიციტი. რომ კომერციულ ბაზარზე არის დეფიციტი, განსაკუთრებით რიტეილ მიმართულებით, ანუ სავაჭრო მიმართულებით არის სერიოზული დეფიციტი პირველ სართულებზე. ძალიან უცნაურია, რადგან ამდენი პროექტი შენდება, ვიცით რომ არის ეს დეფიციტური, მაგრამ დეველოპერები მაინც არ ითვალისწინებენ ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესოა ეს ტენდენცია, რატო ხდება, რომ თქვა თუ კი მოთხოვნა არის, რატო ვერ ხდება მიწოდება ასეთი ბუმური მშენებლობის ფონზე. კი, იმიტომ რომ დღეს მშენებლობები რაც არის, ყველაფერი არის თქვათ მეორე ზოლში, ან პირველ ზოლში, მაგრამ არა ისე ძალიან განვითარებულ უბნებში, სადაც მოთხოვნა არის. შესაბამისად გვაქვს ასეთი სურათი. ცენტრალურ ქუჩებზე გვაქვს კატასტროფული დეფიციტი რიტეილ უძრავი ქონების, ხოლო გარეუბნებში, შიდა ეზოებში შეიძლება მეტიც გვაქვს, ვიდრე მოთხოვნა არის. და შესაბამისად თქვენი გადაცემების მერე მირეკავენ ხოლმე დეველოპერები და მეუბნებიან, რომ როგორ არ არის ფართები, მე მაქვს ფართები, მაგრამ შიდა ეზოების ფართები არ არის ისეთი მიმზიდველი, მაგალითად ქსელებისთვის, როგორიც არის მთავარი ქუჩები. ასევე მარტო ქსელებზე აქ არ არის საუბარი, საერთაშორისო ბრენდები რომ შემოდიან, ყველას უნდა რუსთაველი ჭავჭავაძე, რუსთაველი ჭავჭავაძე და რუსთაველი ჭავჭავაძე სულ ორი ცალია და შესაბამისად მან ერთადერთი გზა რითაც შენ უნდა გახსნა შენი ბიზნესის ახალი ფილიალი, ან პირველი ფილიალი, ეს არის სხვა ბიზნესის გამოყვანა და შენი შეყვანა, რაც ავტომატურად უკვე ფასებს ზრდის, იმიტომ რომ მეიჯარეს ერთადერთი ინტერესი ამ შემთხვევაში აქვს მეტი ღირებულება თავისი ქონების, რაც იწვევს აი ამ სერიოზულ კონკურენციას ცენტრალურ ქუჩებში. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაასტაბილურებს ბაზარს, რომ გარეუბნებში წავლენ სხვადასხვა მაღაზიები და ცენტრალურ ქუჩებს გამოიყენებენ მხოლოდ პრემიალური ბრენდები, რაც ხდება სხვა განვითარებულ ქვეყნებში. იმის ხარჯზე რომ მხოლოდ ერთი რუსთაველი ჭავჭავაძე გვაქვს და რამდენიმე სავაჭრო ქუჩა პეკინიც ალბათ ისევ ინარჩუნებს აქტიურობას, როგორია ფასის ზრდის დინამიკა ამ ქუჩებზე ამ გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე? გიჟური. ანუ მაგალითად თუ ჩვენ ავიღებთ 4 წლის წინ სიტუაციას, რუსთაველზე შენ შეიძლება მოგეძებნა 27 დოლარიდან $35 კვადრატულ მეტრზე იჯარა. დღეს გვაქვს შემთხვევები, სადაც რუსთაველზე არის 40, 45, 50, 55, 60. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო არის, ძალიან სწრაფი დინამიკა არის. ჭავჭავაძეზე ეგეთ რადიკალურ ზრდას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ რუსთაველზე წამოიწია პრემიალური ბრენდების მოთხოვნა. ჭავჭავაძე არის მეორე ადგილზე, როცა გვიკავშირდებიან გონები, რომ აი ჯერ რუსთაველი და მე ჭავჭავაძე, შესაბამისად ჭავჭავაძე ეგეთ ფასებში არ არის. თუმცა პეკინი ახსენეთ და პეკინზე არის ციგიჟე ზრდა ასევე. მიუხედავად იმისა, რომ პეკინზე ვერ ვხედავთ ჩვენ პრემიალურ ბრენდებს, ვიცით რომ ყველა ქსელს ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს საყოფა ცხოვრება თუ ტექნიკა თუ აი რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი მიმართულებით არის მოთხოვნა პეკინზე და ყველა მაღაზია გეუბნება, რომ მე უნდა ვიყო პეკინზე. და მიუხედავად მათ შორის პარკინგის პრობლემებისა, რაც ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი და განსაზღვრელია ხოლმე როგორც წესი კომერციული მოთხოვნა. მაგრამ პეკინზე ძირითადად იმიტომ უნდათ, რომ ძალიან ბევრი ქვეითია. ბევრ სხვა ქუჩასთან შედარებით ძალიან ბევრი ქვეითია, აქედან გამომდინარე ამ მაღაზიებს აქვს გათვლა ქვეითებზე. და პრემიალურზე ვისაც აქვს გათვლა, იმათმა იციან, რომ მოვა ადამიანი, მძღოლი მოიყვანს, იყიდის, წაიყვანს, ამიტომ მანდ არ არის ეგეთი მნიშვნელობა რუსთაველზე. ძალიან ბევრი მოლი გაიხსნა ბოლო პერიოდში თბილისში, რამდენიმე დღის წინ აუთლეთული ჭიჭჩემა და ეს არ ახდენს გავლენას, რომ რაღაცა რიგ ქუჩებზე, სტრით რიტეილი, სადაც არის ყველაზე მეტად განვითარებული, ამაზე რაღაცნაირად იკლებს. აი ჯერჯერობით ეგ არ ჩანს. გეტყვით, უფრო ონლაინ მაღაზიების არსებობა იმ სოფლიო ტენდენცია არის ეგ კომერციულ უძრავ ქონებაში, რომ
ონლაინ მაღაზიები ანაცვლებენ ფიზიკურ მაღაზიებს და ფიზიკურ მაღაზიების რაოდენობა მცირდება. საქართველოზე რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, ამ ქუჩებზე უბრალოდ პატარა მცირე ზომის ბიზნესები, რომლებიც მაგალითად ტანსაცმელს ყიდიან, იცვლებიან პრემიალურ ბრენდებად, სადაც ადამიანს უნდა რომ მოვიდეს, მოიზომოს და მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მაგრამ სხვა კუთხით ვერ ვხედავთ ამას. აი ამ ნაწილში ვხედავთ ეს პატარა მაღაზიები იხურება. თუ გაიზარდა, გაჩნდა ახალი ქუჩები, რომელიც არ იყო ადრე და დღეს დაემატა ამ მოთხოვნიდან გამომდინარე. რუსთაველი, პეკინი გასაგებია, ისედაც ყოველთვის იყო კიდე რომელი ქუჩებია მოთხოვნა, ფასების რაღაცა რანჟი საიდან სადამდეა, ესეც რომ თქვა. აი რასაც საუბრობთ ხოლმე, გლდანში რაც არის თავარი ქუჩა მეტროსთან, მაგის პარალელური ქუჩაც, ანუ ეს ხიზანიშვილის ამბავი რაც არის, სულ გადატვირთულია და ყოველთვის იქნება გადატვირთული. ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩა, რომელიც ასევე სიგიჟე არის. სად ვხედავთ განვითარებას? ორთაჭალაში ვხედავთ განვითარებას, იმიტომ რომ დავინახავთ რომ ორთაჭალაში უკვე რამდენიმე რანუ ტოპ 5-ეულიდან დეველოპერები, რომლებიც დიდი ტოპ 5-ში არიან, აშენებენ უკვე ორთაჭალაში პრემიალურ კომპლექსებს, რაც მაგალითად არ იყო ტენდენცია შარშან წინ. მაგრამ შარშან უკვე იწყებოდა და წელს ძალიან მკაფიოდ ვხედავთ. შესაბამისად, მან გაჩნდება ძალიან კარგი კომერციული ფართები და უკვე თუნდაც გორგასლის ქუჩა, უკვე გორგასლის ქუჩამ სხვა სახე შეიძინა, იმიტომ რომ ბევრი ქსელი უკვე არის გორგასლის ქუჩაზე, რაც 4 წლის წინ ცარიელი იყო გორგასლის ქუჩა, არავის არ უნდა და მან ჩასვლა. ბევრი უძრავი ქონების მფლობელი გვიკავშირდებოდა, გვეუბნებოდა რომ აი დავაკლებ 1000 შევიყვან, 800 შევიყვან და ასე შემდეგ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ძალიან მოთხოვნადია და პირიქით ადგილიც არ არის გორგასლის ქუჩის პირველ ზოლში. რა არის ფასი? სად? გორგასალზე ამ გორგასალზე. ვარკეთილი ძალიან საინტერესოა, გლდანიც საინტერესოა, რომელიც აქტიურია საკმაოდ კომერციის. გლდანი, ვარკეთილი და გორგასალი რომ შევაჯამოთ და გავაერთიანოთ, ძირითადი ქუჩები რაც არის, ეგ ქუჩები, მან გვაქვს 20-დან $30-მდე საშუალო და დიდი ზომის ფართები. 30-დან $40-მდე შეიძლება იყოს 10 კვადრატი, 5 კვადრატი, 7 კვადრატი და ბევრი ადამიანი გვირეკავს ხოლმე და გვეუბნება, რომ მეტროსთან მინდა 7 კვადრატი და ამ დროს ეს 7 კვადრატი არის ყველაზე ძვირი და ყველაზე რთულად საშონელი და ვეუბნებით, რომ მოთხოვნადია ყველაზე მეტად პატარა ფართები მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველაზე მეტად, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა მცირე ბიზნესებიდან, თორე დიდი კომერციული ქსელები 100-ს ეძებენ 200-300, რომელიც ასევე არ არის. რომ შევაჯამოთ კომერციული უძრავი ქონება ძვირდება დღიდან დღემდე შეიძლება ითქვას კლების ტენდენცია და მათ შორის მოთხოვნის ნაწილშიც კლება არ არის პირიქით. მოთხოვნის ნაწილში რაღაც მომენტებში ვთქვათ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება იყოს კლება, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია რომ მიწოდება იმდენად პატარა რომ ეს კლება ძალიან სრულად არ მოქმედებს. რაც შეეხება საოფისე მიმართულებას, მან გვაქვს სერიოზული ტენდენცია ოფისების შეძენის, იმიტომ რომ ერთი პერიოდი იყო ძალიან გართულებული იჯარით მოძიება ოფისის, შესაბამისად ბიზნესები გადაერთნენ შეძენაზე, სადაც კიდევ უფრო დაბალი მიწოდება იყო, ბევრად დაბალი მიწოდება და დღეს გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა ოფისის შეძენაზე და ოფისები არ არის და ასევე ძალიან დიდი მოთხოვნა იჯარაზე, თუმცა იჯარა შედარებით არის, მაგრამ ფასები იქ არ იკლებს. საოფისე თემა ძალიან საინტერესო იყო, გაჩნდა მოლოდინი მიმდინარე წლის განმავლობაშიც, როცა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გავიდა ან განცხადება გავრცელა, რომ ეს პირიქით რაღაცა ვაკანტურობის კოეფიციენტს გაზრდიდა. რა სურათია ამ კუთხით? ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც დღეს ინტერესდებიან ყიდვით? ადგილობრივი კომპანიები, საერთაშორისოები, მთავარ მოთხოვნას ვინ ქმნის? კი, ყიდვის მოთხოვნას ცალსახად ქმნიან ადგილობრივი კომპანიები, იმიტომ რომ შენ იცი რომ ეს შენი ქვეყანა აქ დარჩები, შენი ბიზნესი აქ განვითარება და ასე შემდეგ. იჯარის მოთხოვნა არის როგორც ადგილობრივი კომპანიებისგან, ასევე საერთაშორისო კომპანიებისგან და ის მოლოდინი რაც ჩვენ გვქონდა შარშან რომ მოლოდინი რა რეალობა რომ საერთაშორისო კომპანიები გადიოდნენ საქართველოს ბაზრიდან, ტექნოლოგიური კომპანიები მაინც არ გადიან იმიტომ რომ კომფორტული საგადასახადო პირობები აქვთ და ასე შემდეგ და საგადასახადო პირობები და ასევე თანამშრომლების ნაწილში საქართველოს კონკურენციას ქმნის ისევ ამ მოთხოვნას რაც არის და ადგილობრივი კომპანიები. ფასების კუთხით აქ რა ხდება ამ ბაზარზე? ფასების კუთხით აქ ფასები არ იცვლება. არის რაღაც ადგილები, სადაც ფასები ოდნავ მცირდება, იმიტომ რომ ადრე თუ ბევრი ბიზნესი განიხილავდა საბურთალო მთაწმინდა ვაკეს და გარეუბნებსაც, როცა ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდა, დღეს ყველას მხოლოდ ცენტრალური უბნები უნდა, შესაბამისად ცოტა გარეუბნების ოფისებს გაუჭირდათ და ხშირად დიდი პერიოდი ვერ ქირავდება და მერე რაღაც დროის შემდეგ ძალიან ფასის კლების შედეგად
გაიცემა ხოლმე იჯარით ეს ოფისები. ნუ აკლასის ფართებზე უფრო მოთხოვნა ამ შემთხვევაში. აკლასის ფართებზე სულ არის მოთხოვნა. აი რომ ვიტყვით ხოლმე რომ ახალი ბიზნეს ცენტრი გაჩნდა, რატომ აქვს ეს მაღალი ღირებულება? ხედავ რომ მოთხოვნა არის, თუმცა არის რამდენიმე აკლასის ბიზნეს ცენტრი, რომელიც არის ახალი გამოსული ბაზარზე და ჯერჯერობით საბაზროზე უფრო მაღალი ფასი უჭირავს, რაც ურთულებს მას იჯარით გაცემას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ისედაც მაღალი ფასები გვაქვს ბაზარზე. ბოლოსკენ კითხავ, საერთო სამუშაო სივრცეებზე იყო კოვიდის დროს ძალიან გაზრდილი მოთხოვნა, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი საუბრობენ, რომ მათთან კლება ესეც ალბათ პირიქით ზრდის საოფიცე ფართების მიმართულებაზე, თვიური იჯარაზე მოთხოვნის. აი აქ რა ხდება და რა ანალიზი საფუძველი შეგვიძლია გავხსნათ. ანალიზი გვაქვს თალსახა ის, რომ საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა დავარნილი არის, იმიტომ რომ ყოველს უნდა თავისი სივრცე. ძალიან უცნაური არის თან, ბოლომდე ვერ ვანალიზებთ, რატომ იყო კოვიდის დროს გასაგებია რატომაც იყო, მაგრამ კოვიდის შემდეგ სავსე იყო მაინც საერთო სამუშაო სივრცეები და დღეს უმეტესი მათგანი არის ცარიელი. ეს დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მოქნილობას გაძლევს რეალურად. სად მიდიან ეს ადამიანები? უფრო მეც იხდიან, ცოტა მეც და ქირაობენ თუნდაც პატარა საოფისე ფართებს, მაგრამ ალტერნატივა მაინც არ არის პატარა საოფისე ფართები, იმიტომ რომ საერთო სამუშაო სივრცეში ბევრი დამატებითი სერვისი გაქვს, რომელიც ამ ღირებულებაში შედის. შეგაფასის თემაშიც ეს ფასები საკმაოდ გაიზარდა ბოლო დროს და კონკურენციაც უკვე უჭირთ ამ ბიზნესში შემოსვლის ნაწილში. მადლობა ვიქტორია თქვენი დროისთვის და სტატისტიკური ანალიზისთვის. ვიქტორია საკუროვა, საკურა პროპერტის დამფუძნებელი ბაზრობაზე კლიენტის კითხვა.